ტელევიზორს რო უყურებდი, ვიზე იყავი შეყვარებული იმ დროს გახსოვს? ჩარჩაბდი რამაშიყვაძე. რამაშიყვაძეზე, ნუ აი ვიждდებოდი. მოგიწია შეხვედრა სცენაზე ვერა სამწუხაროდ, მაგრამ შეხვედრა მომიწია ბატონი ალთო იღებდა ვარცმაშვილი საახალწლო რაღაც ფილმს და ჩემი მეუღლე თამაშობდა. მაშინ არ იყო ჩემი მეუღლე, მიყვარდა ბატონმა ალთო მიცოდა ეს და ზამთარში იყო ეს გადაღება, მე ქვემოთ ველოდებოდი ხოლმე და გავიგედო ბატონი რამაზი უნდა მოვიდეს დღეს და მაინც ვერ გავბედე რა, მე თქვა რომ ამოვარ, იმიტომ რომ გადასაღები სახში ხდებოდა ეს და ისედაც ბევრი ხალხი იყო და რა ვიცი უხერხულობა ჩამოვარდნილი იყო რა მე და თვითონ ბატონმა ალთომ თქვა უთხრა მაიკოს რომ ამოვიდესო დღესვე მოდისო და ექსკლუზივი ხო არ არის რა უნდა ქვემოთ თანციო რა იმიტომ რომ იცოდა რომ ხე კუმირი იყო ხა ნამდვილად აი გავისანი და რაღაცებს ლაპარაკობდით არც მესმოდა რას მეუნებოდა ხელა თვალებით უყურებდი რა გაიბენი ხო ხო მე მითხრა რომ მოდი აქ მივედი და რაღაც თანხა მომცა წადიო ხა შენო და წითელი ღვინო მომიტან ერთი ბოთლიო და შავი პურიო მე ვიციო მე რასაბარს წავედი რომელია ფეხი არ დამიდგამს მიწაზე 5 წუთში მოტანილი მქონდა უკვე და ეს პური ჩაყარა დაასხეს ღვინო და ასე იქეიფა მე და ნუ რა თქმა უნდა ვიცინეთ იმდენ ტირილამდე იყავი უბედნიერესი იმ რა თქმა უნდა როცა ესეთ ადამიანს თვალით ხედავ ეხები თან უშუალო ადამიანი იყო ძალიან უბრალო ადამიანი იყო ყველასთან თანატოლი პატარასთან პატარა დიდთან დიდი საოცარი ადამიანი იყო ეგ დიდ ადამიანებს შეუძლიათ მარტო დიდი იყო ძალიან დიდი